საშემოდგომო სესიის განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში იქნება პროკურატურის შესახებ კანონი პროექტში ამ რომდე აზრთა სხვადასხვაობა დოკუმენტის ის მუხლი იწვევს, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს ეხება. ოპოზიცია ამ დრომდე პროცესში პრეზიდენტის ჩართვას ითხოვს, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება. პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით დღეს განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეატრულუკიანმა. კანონ პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, კანონმდებლები მას შემოდგომაზე დაუბრუნდებიან. მე რა თქმა უნდა მჯერა რომ როდესაც ეს რეფორმა მივა პრეზიდენტთან ის ასევე ჯანსაღად მიუდგება ამ თემას და საქართველოს საშუალებას მისცემს რომ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ეს რეფორმა ხელმოწერილი იქნეს რაც შეიძლება მალე შემოდგომაზე და ძალაშიც შევიდეს. პრობლემის მოხსნის ერთადერთი საშუალება არის ის რომ პროკურატურა მთავარ პროკურორს აღარ ნიშნავდეს არა მთავრობა, არამედ ნიშნავდეს და წარადგენდეს და ნიშნავდეს პრეზიდენტი. სწორედ ამ შემთხვევაში შესაძლებელია პირველი რომ ის აღარ იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და მთავრობას არ ჰქონდეს ეს ბერკეტი და მეორე ის კორუფცია რომელიც დღეს გამოფებული არის მთავრობაში ამის წინააღმდეგ საზოგადოებას ჰქონდეს ქმედითი იარაღი. მე ვფიქრობ რომ აღნიშნული კანონ პროექტი გასაძლიერებელია იმ თვალსაზრისით რომ მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი აღმასრულებელი ხელისუფლების მთავრობის მონაწილეობა ამ პროცესში და ასევე გაცილებით უფრო მკაფიო დებულებები უნდა ჩაიწეროს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით.